წმინდა თეოდორე სტუდიელი, ბზობის კვირას საღვთო ცხოვრებისა და ნეტარი მოქალაქობისთვის, რომლისთვისაც მოგვიწოდეს. გვაკურთხე მამაო. ძმებო და მამებო, აი განვლეთ ეს დაწესებული დღეები, ღვთისგან ჩვენი სულებისა და ხორცის გასაწმენდად რომ მოგვეცა, წმინდა ორმოცეული, მივუახლოვდით ჩვენი მაცხოვრის ცხოველმყოფელ ვნებებს და დიდებულ აღდგომას, რომლის წინამორბედი და მაუწყებელი ეს საკვირველი სასწაულები და ღვთივმშვენიერი საიდუმლოებებია, რომელთა აღნიშვნის ღირსები გავხდით. ამ დღეს ისურვა უფალმა ბეთანიაში ლაზარეს აღდგინება, 4 დღეს საფლავში რომ იყო დადებული და ყარდა. ამ დღეს ის იერუსალიმში ვირით შევიდა უამრავ ადამიანთან ერთად. ამ დღეს ხის რტოებით ბავშვები ქებით და გალობით მიეგებნენ მას, რომელიც ქერუბიმების ეტლზე ზის და ვისაც ძრწოლვით ადიდებს ყველა ზეცაში, ქვეყანასა თუ ქვესკნაში. და ეს ყოველივე მან თავისი კაცთმოყვარებითა და ჩვენი ცხონებისთვის აღასრულა. ახლა კი რა მოვიმოქმედოთ იმისთვის ძმებო, რომ თითოეულმა ჩვენი მოღვაწეობის ნაცვლად ცხონების ნაყოფი მოვიმკოთ. ამისთვის გონება და სული უნდა გავიწმინდოთ, რათა ღირსეულად ვიდღესასწაულოთ ჩვენი გამოხსნის დიდი საიდუმლო, რადგან თუ კი ასე მოვიქცევით, თანაზიარი ვიქნებით ქრისტეს ტანჯვისაც და დიდებისაც, როგორც ამბობს მოციქული, და მოველოდეთ ნეტარ სასოებას და ჩვენთვის აღთქმულ მარადისობას. ნუ ვიზარმაცებთ, ნურც მოვეშვებით, რადგან ეს იქნება აღსასრული. მე რომელიც თქვენს ქცევას ვაკვირდები, ნამდვილად ვთვლი, რომ თქვენი მოღვაწეობით მორჩილების წესს მცირედითაც კი არ დააკელით, რომელიც თქვენი ცხოვრების თავია. შინაგანი კაცი უვნებლად, ცოცხლად და უფლისთვის სათნოდ დაიცავით, რათა თქვენი საშუალებით მეც გლახაკმა მოვიპოვო წყალობა. ყველამ ვადიდოთ ღმერთი, რათა ღირსები გავხდეთ კეთილი ნაწილის გამორჩევისა, ისევე როგორც მარიამი, ლაზარეს და იესოს ფეხებთან მჯდომი და მისი სიტყვების გულმოდგინედ მსმენელი, რომლის შესახებაც თავად უფალი ეტყოდა მართას, მარიამის და ლაზარეს დას. და ეს ხვებმა იზრუნონ და დიდ განცხრომას მიეცნენ ამ მსოფლიური საზრუნავის, მეუღლეების, შვილების, სიმდიდრისა და სახმართა გამო. ჩვენ კი მხოლოდ იმისთვის ვიზრუნოთ, თუ როგორ ვესათნოვოთ ღმერთს. და ეს ხვები მოემზადონ კეისრის მეომრობისთვის, და მისი ბრძანებით სხვებმა დათხიონ სისხლი, ჩვენ კი ჩვენი ბრძოლა თავისუფლად და სიმხნით წარმართოთ ყოველთა მეუფისა და ჩვენი უფლის, იესო ქრისტეს სურვილისამებრ, რომელთაც ამ მხედრობის ნიშნად აღთქმა მივიღეთ ცათა შეუცვლელი სასუფეველი. ამ ქვეყნიური მხედრები შორ, მკაცრ და რთულ გზას გადიან, რათა თავიანთი გულმოდგინებით ცოტაოდენი წარმავალი იმედი შეიძინონ. ჩვენ კი ღვთის სახლისკენ მიმავალ გზას ვადგავართ. ესაა ყოველდღიური ამაღლება საკუთარ თავზე და შეკრება არა დამღუპელი ოქროსი და გამხრწნელი სიმდიდრისა, არამედ ხელშეუხებელი და მარადიული განძისა. თუ კი რაიმე შეგვემთხვევა ცხადად თუ ფარულად, გვახსოვდეს, რომ ყოველივე ღვთის სიტყვის შესაბამისად მომავალი სიკეთისთვის დაიშვა. ამით ტკივილი შეგვიმსუბუქდება და გავიხარებთ მასში. ეს მწუხარება იქ შვებად შეგვეცვლება, რადგან ამას გულისხმობს ჩვენი ღვაწლი. თუ კი ამ ქვეყნად გაჭირვებას მოვითმენთ, ბრძენი უფალი იქ სიხარულს გვიბოძებს. ვის არ უყვარს მშობლები და არ სურს მათთან ყოფნა, მაგრამ სათნოების მსახურნი ღვთის სიყვარულისთვის ტოვებენ მათ. ის ვინც სიცოცხლეს ეძიებს, მწუხარე გზით დადის, რომელიც მას ზეციურ სამკვიდრებელში მიიყვანს.
რა არის მეუღლეობაზე უფრო მეტად შეერთებული და საწადელი, როდესაც ორი სხეული ერთ სხეულად გადაიქცევა, მსგავსად საუფლო ბრძანებისა, მაგრამ ამასაც ჭრის სახარების მახვილი. ის ერთმანეთისგან ყოფს მათ და მოღვაწეობის ამ ასპარეზზე გზავნის. ეს გზაა სხეულის სიყვარულიდან ღვთისმოყვარეობისკენ, შვებიდან და მოსვენებიდან მრავალი შრომითა და ოფლით მხურვალე ცრემლების დაღვრისკენ. აქ ძლიერი გაიძარცვავს თავის სიძლიერეს, მდიდარი შეურაცხყოფს თავის სიმდიდრეს, ხარიბს დაავიწყდება თავისი სიღარიბე და ობოლი თვით ობლობასაც უარყოფს. და კიდევ თვით მეფეც გადააგდებს თავის პორფირს და მხურვალედ შეუერთდება ქრისტეს მეომრებს, რადგან თანასწორია იგი პატივით მაცხოვრის სხეულის ნაწილებისა და თანაზიარია ყოველთა ცხოვრების ნავსაყუდელისა. ამიტომ, როდესაც სიკვდილი მოეახლება, არ გამოაძევებენ მას და არ შეძრწუნდება იმათ მსგავსად, რომელთაც სხეული უყვართ და გონებით დასჯილნი და სინდისით დამძიმებულნი საწუთროსთან არიან შეერთებულნი. არც გლოვითა და ვაებით გაგზავნის ასეთებს არსთა გამრიგე, მსგავსად ერისკაცთა ამ სოფლიდან გასვლისას, არამედ გალობითა და სულიერი ფსალმუნებით დადებენ სამარეში მშვიდად და წესიერად. არსად დაიტირებს მას ცოლი, არც შვილების ხმამაღალი მოთქმა გაისმება, არც ახლობლების უზომო გლოვა, გონების შემაშფოთებელი, სხვადასხვაგვარად რომ მოუწოდებს მიცვალებულს, არამედ მას ბრძნულად და გონივრულად გაგზავნიან და კეთილი იმედით შეპყრობილი დამბადებლის ხელებს მიენდობა. თუმცა გარდაცვლილისთვის ჯერ სულიერი სიყვარულით აღძრული ცრემლების დათხევის ჟამია, ზომიერი და წესიერი, ისეთივე როგორიც ჩვენმა უფალმა დაღვარა ლაზარეს გამო და ამით ბუნების კანონი აჩვენა. სახარებამ კი გვაუწყა, რომ არის სხვა ცხოვრება უფრო სანატრელი და მარადიული, რომელ მოღვაწეობას შეუძლია შეგვაერთოს ღმერთთან გარდა ამისა. დროა ამის თქმისა, მსგავსად მეფსალმუნისა, იქ დაადგინა უფალმა კურთხევა სიცოცხლე უკუნისამდე. ამიტომ ძმებო, იარეთ ამ გზით, ერთმანეთი გავახაროთ და საუკუნოდ მადლიერები ვიყოთ, უფრო მეტად კი ყოველ დღე. შევიყვაროთ ჩვენი კეთილი ღმერთი, რადგან მან სიბნელიდან სინათლისკენ მოგვიწოდა, შეურაცხყოფიდან დიდებისკენ, უცნაური ყოფიდან გამოგვარჩია, ვინაიდან თითოეულმა იცის როგორებიც ვართ, როგორ აღვიზარდეთ და რა თვისებებით გამოვირჩევით. ახლა სად და ვისთან ერთად დამკვიდრდით და ვის შეუერთდით, რა სახელი განგიკუთვნათ მაცხოვარმა ღმერთმა და ვინ არიან შენი მეგობრები. ეს ყოველივე აღთქმულ სიკეთეს მოასწავებს, თუ კი სრულყოფილად ვიღვაწებთ. თუ კი მორჩილებაში მოწყინების გარეშე გამოვიცდებით, სულიერი სამოთხის ნაყოფს მოვიმკით. თუ კი ყოველგვარ მსახურებას, ძმათა საქმეს, მონასტრისას და სხვას, რომელიც კეთილი და სათნოა, მონდომებით და გულმოდგინედ აღვასრულებთ, იმ წესისა და კანონის მსგავსად, რომელიც დადგენილია თქვენთვის ზოგად ცხოვრებულთა კანონით, მოვიპოვებთ სისრულეს, რომელიც თვალს არ უხილავს და ყურს არ სმენია, რომელიც ღმერთმა თავის მეგობრებს გაუმზადა. ნეტარია ის სული, რომელიც დღე და ღამე ასე იწვრთნება, თავს ამ სოფლისთვის უცხოდ მიიჩნევს და მოღვაწეობის ნეტარის სასოებით მოელოდება დიდ გამოჩენას ჩვენი ღვთისა და მაცხოვრის იესო ქრისტესი, რომლისთვისაც ამბობს, ქმნილება იმედით მოელის ღვთის შვილთა გამოცხადებას. ხედავთ, აღთქმა დადებულია ხრწნადობიდან უხრწნელად გარდაქმნისა, მონობისგან გათავისუფლებისა და მართლების დიდებით აღდგომისას. ჰოი, როგორი იქნება ის დღე, რომლისთვისაც
ნეტარი დავითი ამბობს, უფლის ერთი დღე, როგორც 1000 წელი. პავლე მოციქული კი ღაღადებს, რომელიც მისი სიკვდილის თანახატი გახდი. ახლა კი ძმებო, ჩვენი გული და გონება, ჩვენი სურვილი ამ ქვეყნადვე მისკენ მივმართოთ. ჩვენი ზრახვები და მხურვალება საღვთო მხურვალებად გადავაქციოთ, რათა ამ გზით გავიწვრთნათ. სამუდამოდ გავშორდეთ სიბნელის ბოროტ მთავარს, ყოველ მხრივ მოვიზღუდოთ თავი, დავიცვათ იგი მოღვაწეობის საჭურველით და ვერ შეგვიპყრობს მის მიერ დაგებული მაცდური მახე, რომლისაგან არა მარტო ლტოლვისა, არამედ მის დასაძლევადაც და თქვენთვის სიმართლის გვირგვინის დასადგმელად ვილოცებ მე გლახაკი, ჩვენი უფლის იესო ქრისტეს შეწევნით, რომლის დიდება და სიმტკიცეა მამასა და სული წმინდასთან ერთად, ახლა და საუკუნოდ. ამინ.